ხალი არ გვაქვს, ჯაი არა. სინათლე გეიხედავ, ხარი მეიქრის არა, გაწვიმდება არა. და კაცი მომკითხავი არ გვყავს სოფელში, არც გამგებელი, არც ქობლეთის გამგებელი დიდი და არის კაცი სულ. კი ვარ დასია, უპატრონოდ დაყრილი სოფელში. გასახანი იქნება, გამოუშვებენ, არ დაილევა ღრეა. არც საქონელი დალევს და არც ტანისამოსი სადგურია იყვანო და დააყენო. არც ტანისამოსი გეირეცხება და არც საჭმელი გეიკეთება და არაფერი. აი ახლა მე ღელესთან ახლო ვარ და რას ყავშობი, მაგრამ ყველა ღელესთან ახლო ხომ არა მდინარესთან. წყალი დედი, წყალი ვიხჩობი, აი მეზობლებია, ჩემი ყველა მისის ეგრე ვცხოვრობ წყალის, სვეტია 4 წელიწადია კრანტი არ მომიშვია. გამგებელი მპირდება დღეს, ხვალ თელ სოფელს მისცა და მე არ მომცა. მაგიამ არ გავარუნი ამ გზაზე ეკუთვნება, მაგრამ რა ვქნა მეზობელიათან ნათესავია ჩემი. არა მაგ დედი გაფუჭდა გეიყვანეს გზა, აქ აიყო ასე ტრუბაი გაყვანილი გამეთქლის ეს გზა თვითონ მათ. ხო და დავრჩი უწყალო ვერ გავაკეთე. ეგერ ცხოვრობ ქედზე და აქედან ვედრებით მიმაქ 7 სული ვარ ოჯახში უწყალო ვიხჭობი. ეგერ წყარო მაგ ბოსტანში ეგერ ქვევით და იქედან წყაროს წყალს ვძიდავ 7 სული. აგერ მეზობლები და კითხეთ უასი არა. ასე ვარ ყველა რა ვქნა. ალი აგერ ახლა არის და საცივები რაღაცა წყაროსკლები მოდის აგერ 200-300 მეტრში და იქ გავზრდა. იყო გამგებელი, იყო ამასული მაინც ხომელიზე. ხო და რაში დავხარჯო დაიფული პასხა 50000 ლარია გამოყოფილი მე მგონი. რა ვიცი, რაში დახარჯონ მეიკრებაზე არ ყოფილი ვარ იქან. ისე მეიპარებიან და ისე გადაწყვეტენ საქმეს რომ ხალხს არ უძახიან. ბაი, მომდენი ფული მაგა მოყოფილი მოხვიდან და გამგებელმა ლეღვაში გააფრთხილოს უნდა ხალხი დღეს კრება ჩამოა ყველა და მე ისმენს რაში დაიხარჯება ეს ფული, რაში დაიხარჯება თუ წყალში დაიხარჯება თუ ხარჯება რა ვიცი ახლა. რა ვარც, აი თელები ახსნენ, კაბელი გაამბერომენ, კარგად აწყვება საქმე უარეს დღეში ვართ. სინათლე არ გვაქვს, პასტაიანად თითქმის ნახევარზე მეტი სინათლე არ გვაქვს, სინათლოთ ვართ. არ ვეცით ჩვენ. ჩვენ მოვკითხავთ ხალხი ვიტყვით, გვეტყვიან შეფერხება, დაზიანება, ჩვენ არ გვაქვს სინათლე ნახევარზე მეტი. თუ წვიმს არც აღამოსანა. დღე უმეტესად. თუ გაწვიმდა, მაგრამ ვციო თიშა. გათიშული იყო, მაგრამ ბიჭო წაღაგო მეთამაშავდა და გათიშული. ისე არ გავარო, არ გამოეძო სინათლე. 1-2-3 შეიძლება იმ ჩართორობე დასვან ყველაფერი იყო შემთხვევები რომ გეიწვაგე ხალხის ტელევიზორები და მაცივი. პარეცხი მანქანა მაცივარი არ გაფუჭდა? მე გამიფუჭდა მაგრამ მაგერ გაფუჭებულია, მე გაფუჭებული მაქვს. 100 ევრო და დიეწვარი გე. საბუთებიანა მაქვს, ეგ რომ 940 ლარი მივეცი საცხ მანქანაში და კი აიგე გაფუჭებული. როგორ შეიძლება დღეში 10 ჯერ ჩაქრიში წინათ წუთში ჩაქრება მოვა. ფოთოლი რომ არ ეკანება მაშინ. ასე როგორ შეიძლება? გვეუბნება საერთოდ ვინ გვაძლევს პასუხს? ვინ ყავს პატრონი? დაზიანება და ვсё, რაღაც ერთი არა ისო. სიაზე თუ მოა შეგითხები. გზაი ჩვენ არ გვაქვს, აგერ ამდენი ამხელა სოფელი ამ გზაზეა და მოკიდებული, აგერ არც გზაი გვაქვს, არც წყალი. თელი ზამთარია 3 თვე, აგერ დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, რა ისე 4 თვეა წყალს წიწავ. აი ეგერ იმ ოჯახიდან ეგერ გაღმიდან, თელი ზამთარი. არც წყალია ჩვენზე და არც არაფერი. ყველა სოფელში გაკეთა გზაიც გაკეთა ავტობუსების დაინიშნა რომელი ავტობუსზე ლაპარაკი სადა ზედმეტი ავტობუსი. დღეს ეს პრობლემა უკვე გვარდება, წყალის პრობლემა ეს გამოიწვია ზამთარმა და ყინულმა გამოიწვია ეს ყველაფერი ყინულის შედეგად არის ლითონის მილები და იყო დაზიანებული. ყინულის შედეგად გაფუჭებული არის როგორც კი ამინდები უკვე ჩაწვა, პარალელურ რეჟიმში კეთდება გზებიც და გვარდება დღეს ვერ დავდება წყლის პრობლემა. ხშირად იწმინდებოდა თოვლი ტრაქტორებით, ამიტომ უფრო დააზიანა ეს გზის მონაკვეთი, სადაც გვერდითი ამბები რომ აივსო უკვე და ეს პრობლემაც უკვე დღითი დღე, შაბათიდან უკვე ვიცავს ის მოხეშვის ამბავს.